საგადასახადო კოდექსში მორიგი ცვლილების შესატანად მუშაობა დაწყებულია. საკითხი მთავრობის ახალ ინიციატივას შეეხება დაუბეგრავი მინიმუმის შემოღების თაობაზე. თუმცა მოსალოდნელი სიახლით მხოლოდ დასაქმებულთა ნაწილი ისარგებლებს ისინი, რომელთა შემოსავალიც 500 ლარს არ აღემატება თვეში. როგორც ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ წყაროებშია მითითებული, დაუბეგრავი მინიმუმი საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება 500 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ადამიანის ხელფას საარსებო მინიმუმის რაოდენობა, ანუ დაახლოებით 150 ლარი გამოაკლდება და საშემოსავლო გადასახადით, ანუ 20%-ით მხოლოდ დარჩენილი ნაწილი დაიბეგრება. გამოთავისუფლებული 150 ლარის 20%-ს კი დასაქმებულს წლის ბოლოს დაუბრუნებენ, განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში. დაუბეგრავი მინიმუმი ადრე იყო, ეს იყო 90-იანი წლებში იყო დაუბეგრავი მინიმუმი იყო, მაშინ დაბალი იყო ხელფასები, 20 ლარი იყო დაუბეგრავი მინიმუმი. რო ეწერებოდა ხალხს მაგალითად 100 ლარი, მაშინ პატარა ხელფასები იყო, გამოაკდებოდა 20 ლარი და 80 ლარზე იყო საშემოსავლო გადასახადი. აი ამას ნიშნავს დაუბეგრავი მინიმუმი. ახალი ინიციატივა ჯერ საკანონმდებლო განხილვის საგანია და ამდენად ის ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. დაუბეგრავი მინიმუმის პრაქტიკა ქართულ ფინანსურ სისტემაში ადრეც მოქმედებდა. არსებული ინფორმაციით საგადასახადო კოდექსში აღნიშნული ინიციატივის დაკანონება 2013 წლისათვის უნდა განხორციელდეს. ანდრია ჭანტურიძე, გია კაპანაძე, რამინ თავბერიძე, ტიტე გიორგაძე, ზედასაზანოველი გმირები არიან, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას თავი შესწირეს. სოფელში 4-ვე მათგანი ახლა ობელისკის სახეა. მათი ხსოვნის უკდავყოფის ნიშნად ადგილობრივები ამ ადგილზე ხშირად დადიან და მათი საბრძოლო ეპიზოდების გახსნებით მომავალს წინ გმირობის უდიდეს შთამბეჭდავ მაგალითებს უდებენ. გადავწყვიტეთ, რომ ეს ღონისძიება გახდეს მასობრივი, მასშტაბური, არ გამოვიდეს ცალკე სოფელი მარტო ერთწიროდეს. არამედ ეს იყოს ქართველი ერის სატკივარი, მთელი ერის სატკივარი. არის კიდეც ეს ჩვენ ვსწავლობთ, მაგრამ ჩვენ რომ უფრო მეტი დამაჯერებლობა მიეცეს ამას, უფრო მეტი ხელჩაკიდებული ვიყოთ იმ ხალხთან, ვინც დაკარგა, ძნელია, უნუგეშო, შვილდაკარგულ მშობელს რაიმე, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ ამ ღონისძიებით ჩვენ მათ მცირეოდენ ნუგეშს მაინც იმით გაუკეთებთ, რომ ვაგრძნობინოთ, რომ მათი შვილები არ დაღუპულან. ისინი დღეს საცოცხლები არიან. მათ შვილებს არ დამართნიათ სუდი საქმე, პირიქით მათ სამშობლოსათვის, ერისათვის გასწირეს თავი. შევიკრიბეთ მე-5 კლასიდან მე-12 კლასთან დაწყილი ახალგაზრდები და გვინდა რომ ეს საღამო მოვაწყოთ იმ ვაჟკაცებისათვის, რომლებმაც შეწირეს თავი ჩვენი საქართველოს ერთიანობისთვის, ჩვენი საქართველოს კეთილდღეობისთვის და გვინდა რომ ჩვენი შესაძლებლობები ვაჩვენოთ დღეს და გვინდა რომ მივაგოთ პატივი მათ საფლავებს. ასევე 2008 წელს დაღუპული ვაჟკაცების ხსოვნასაც. ორგანიზატორებმა ღონისძიებაზე თანამედროვე ეპოქის გმირების მშობლებიც დაპატიჟეს. სოლიდარობის ნიშნად მათ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირის ესტაფონელი მეომრის ზაზა ფერაძის მშობლებიც მიიწვიეს. პატარა ობელისკის სოფელში რომ დაიდგა ეს ჩვენს გულებს, ჩვენს დატანჯულ და გამწარებულ გულებს მალამოსავით ეცხება და ამასაც ჩვენ ძალიან დიდი მადლობელი ვართ. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და რომელი პარტიაც არ უნდა მართავდეს ხელისუფლებას. ჩვენ გვაერთიანებს ყველას ერთად საქართველო, ჩვენ გვაერთიანებს ყველას ერთად სამშობლოს სიყვარული. სწორედ ამ სამშობლოს სიყვარულს შეეწირა ეს ხალხი. ჩემი შვილი აკადემიის პირველ კურსელი იყო, თბილისში სწავლობდა, პირველ კურსზე იყო, გაგრის დაცვისათვის დაიღუპა, 11 კაცი დაიღუპა ერთად. პირდაპირ იმ დღეებში 29 აგვისტოს. მე ორგანიზატორსაც ბატონ ანზორის სოფელსაც დიდ მადლობას ვუხდით იმისთვისაც თუ გინდა რომ აი 4 კაცი დაიღუპა ჩვენი სოფლიდან რაიონის მასშტაბის ყველაზე მეტი ისე როგორც მეორე მსოფლიო ომში და ეს ვინც ჩაიფიქრა, ვინც გააკეთა, ვინაც თავი დაადგა, მე უღრმესი მადლობა ვარ იმ მშობლების სახელით. უმრავლესობა ამ ახალგაზრდა მშობლები ცოცხალი აღარ არის და მე მათ სახელითაც გიხდით მადლობას. უამინდობის გამო დაგეგმილმა ღონისძიება მემორიალიდან სკოლის დარბაზში გადაინაცვლა. მთავარი ლაიტმოტივი სამშობლო და მის წინაშე ვალმოხდილი გმირების პატივგება იყო. მომავალმა თაობამ ქედი კიდევ ერთხელ მოიხარა მათი ხსოვნის წინაშე. ყველა გმირი ლექსებში გაცოცხლდა. მოსწავლეებთან ერთად სცენაზე საზანოველი პოეტი გერმანი თურქაძეც ავიდა და საკუთარი შემოქმედებიდან ის ლექსები წაიკითხა, რომელიც მისი 4 თანასოფლელის გმირობის ანარეგლია.